ვიდეო საუბრობდი და უბრალოდ დამესხა თავს ფაქტობრივად ავიცი მამას მიწავდა ჯერ ზურგში დამარტყა აქ მოვედი გონზე და მე წელში უნდა დარტყნა რა ამის ხო ოდნავი დაზიანება მაქვს მაგრამ ნუ ეხლა წარმოუდგენელია უბრალოდ რა ანუ ფაქტობრივად რავი რა უნდა და ეხლა მკვლელობა უნდა და როცა ამიარაღს გირტყავს ყელში ადამიანი თუ რა უნდა და რა მაგრამ მე ერთ რამეს ვეუბნები ივანიშვილს რომ არაფერი არ გამოგივათ და იცოდეთ რომ ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს და ეს პიროვნება რომელიც ამ ვიდეოზე აღბეჭდილია მისი სახე დაფიქსირებულია აუცილებლად ეს პიროვნება ასე ვთქვათ თვითონ მისცემს ჩვენებას დარწმუნებული ვარ დავალების გამცემის წინააღმდეგ რა შეეხება გამოძიება სიტყვა არ არსებობს ამ ქვეყანაში არაფერი არ არსებობს და ფაქტობრივად ნუ ვართ ტოტალური ასე ვთქვათ უსამართლობის პირობებში მაგრამ ამ უსამართლობას სწორედ ეს ხალხი დაამარცხებს ვინც აქ არის მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ამაში ასე რომ ძალა ერთობაშია და ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება და აუცილებლად გავიმარჯვებთ ბატონო გიორგი აი რა შეძახილები ქონდა რას გეუბნებოდათ რა უნდა მოულოდნელად უცებ ზურგში მომეპარა ეს ადამიანი როგორც მეუბნებიან რაღაცა კი აი დაზიანებული ზურგში დამარტყა ჯერ და რავი აი ამის ყელში დარტყმა უნდა და ხო აი ახლა ამ წუთას რა და ეს დაუვარდა ძილს რა შემდეგ გიორგი თუ დააკავეს თუ აი რა მოხდა ეს გადაღუნული ძილს დაუვარდა და თქვენ აიღეთ ხო აი წესით ამ იარაღზე ისედაც იქნება თითის ანაბეჭდები და ნუ გამოძიებას აი ეს ვიდეო ჩანაწერებიც მოდით ვაჩვენოთ კი სახეზეც არის აი სად არის ახლა ეს ადამიანი საინტერესოა გიორგი თუ დააკავეს ის პრინციპში გარშემო პოლიცია ადამიანი არ ჩანს არც მაგრამ განახორციელა ნუ არავიშავ ბრძოლა გრძელდება და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ეს ყველაფერი იქნება მტკიცებულება მათ წინააღმდეგ გამოყენებული აუცილებლად რომელიც საბოლოო ჯამში ამ დანაშაულებრივ რეჟიმს სხვა შორის დაერთვება იმ საერთაშორისო ტრიბუნალისთვის ჩვენ რა საქმესაც ვამზადებთ აუცილებლად დაერთვება ეს ფაქტი კონკრეტული მტკიცებულებებით ამ შემთხვევასთან დაკავშირებით და საბოლოო ჯამში პასუხს აგებს აბსოლუტურად ყველა კი ბატონო მადლობა ძალიან დიდი გიორგი ვაშაძეს ესმენდით პირდაპირ ეთერში და ახლა გაჩვენებთ ამ კადრებს სადაც აღბეჭდილია სწორედ გიორგი ვაშაძეზე თავდასხმა ჩანს ასევე ის პირი სახეზე რომელიც ცდილობდა დაზიანებები მიეყენებინა პოლიტიკოსისთვის საკმაოდ კარგად ჩანს ამ კადრებში მარტივად შეუძლია შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ პირის იდენტიფიცირება აი თქვენ ხედავთ აი ეს ადამიანი რომელსაც შემდგომში უკვე რომელიც შემდგომში მოქალაქეებს გახავთ ტერიტორიიდან სწორედ ეს არის პირი რომელიც ცდილობდა რომ გიორგი ვაშაძესთვის მიეყენებინა შეურაცხყოფა ფიზიკური